ახლა ვიხდი. ნახე? უფასოდ არ ხდება, ესაც გავაკეთე უფასოდ. ტექსტებს ამბობ. სამიჯერთ. მე ისე ავიждები, რომ წონა დაგაწვი, ანუ პროფესიონალ. ძალიან ლამაზი ყურები გაქვს, მაგრამ გაგიხახუნებია? არა, მე არა. ეკლია ვიყო არა. ანუ ერთი შოუ 5 წუთიანი არის 500 ლარი. მოგესალმებით ზურა, ზასიამონო. მარიშკა. როგორ ახართ, როგორი განწყობით მოხვედით დეითობანაზე? ძალიან მაგარი, ენერგიული. გითხარით ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ, რა შვებით? დაიწყო. მადლობთ. მე ვარ მარიშკა. ვარ ძალიან საყვარელი და კეთილი გოგო. რა საქმიანობს გულისხმობ, ხო? ყველაფერს მოიცავს. რა საკეთებ? სარეკლამო კომპანიაში მუშაობ ამჟამად. სარეკლამო კომპანიაში მუშაობ. გამჭირდება. დაგჭირდება. შვენიერი. რა სახის რეკლამაზეა საუბარი? ანუ დიჯიტალ რეკლამა თუ რაღაც. გასაგებია. საქმიანობის გარდა რა გატაცება გაქვს თავისუფალ დროს ასაკეთებ? ანუ TikTok-ერი რა ვარ, უნდა ვთქვა? რა, უკვე თქვი. უკვე თქვი. TikTok live-ებით ვერთავი ხოლმე ძირითადად. TikTok live-ებით. საქმიანობა შეიძლება იყოს. ოკეი. ზურა რას გვეტყვის? მოგესალმებით, მე ვარ ზურა 33 წლის. ვარ ქორეოგრაფი მოცეკვავე, ჰიპ-ჰოპს ცეკვავ 13 წელი. 13 წელი. და 3 წელია ხო ფიქრობდი რა, რომ რაღაც უნდა 3 წელი ფიქრობდი? არა. 3 წლის მერე ფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა რა ჩემშიც და თბილის ანუ აქაურ სივრცეშიც რა. ბოდიში. ხო. ოდნავ კეპი რო ავწიოთ შეგვიძლია? იაპ. ხო. ეს. ხო. გაიო. უბრალოდ რომ მანათებს. ხო. ყველას მანათებს კი. მოკლედ 13 წლის მერე მივხვდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა რა. და დავიწყე ვარჯიში, ჯიმში, ანუ სრული აი ტრანსფორმაციით ძალიან გახდარი ვიყავ რა. და ვაპირებ შემოვიტანო და გავხსნა ქალებისთვის Magic Mike ანუ ანალოგი. Magic Mike ანალოგია, ანუ თავიდან კენ. Magic Mike ანალოგი შოუები თბილისში. რას გულისხმობს? ეს არის მამაკაცების შოუ. მამაკაცების შოუ. ხო. სტრიპტიზი. არა. ნუ ჰიპ-ჰოპი და იქნება სტრიპ-ჰოპი, სტრიპ-ჰოპი ქვია. სტრიპ-ჰოპ. რა განსხვავება ჩვეულებრივ სტრიპტის შორის? ნუ ოკეი, ჰიპ-ჰოპის ელემენტები. მოდი პირდაპირ გეტყვი რა. სტრიპერები არიან რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ? არა. მიდიან იმისთვის რომ გაატარონ მერე ღამე, მაგრამ შოუები და სტრიპი არის სუფთა შოუ, სადაც ანუ იქვე და მორჩა. იქვე და მორჩა. ხო. სახლი არ ჭირდება, გაიხადა. ხო. ხო, მარტო ზედა. ხო, მარტო ზედა. ოკეი. საინტერესო საქმიანობა არის. და რატო, ხო, ერთი კიდე რატო გადავწყვიტე ეს? არა, ბოდი. მოკლედ ვეძებ სივრცეს, ანუ ძალიან ტოქსიკური გარემოა რა, სადაც ბარებში, არა, აქ მაგარი გარემოა. ბარებში ზოგადად და მინდა რომ ანუ აქ ძობენ თავს ქალები კომფორტულად რა. იმიტომ ბევრს განსმენია, რაღაც გახახუნება, გამოხახუნება და რაღაცები რა. ხო და გაგიხახუნებია? არა, მე არა. არა. გაუხახუნებიათ? ბარებში არა. ხო და ასე რომ ბარებში არა. ასე რომ ოკრიბა და ეგეთებია. არა. ასე რომ მინდა რომ შევქმნა ისეთი დაცული და კარგი გარემო ქალებისთვის, რომ იგრძნონ კომფორტულად. მარტო შენ იქნები მოცეკვავე? ანუ იქნება კასტინგი. კასტინგი იქნება? ხო. და კასტინგი ზურასთან ხალხო? და ავიყვანთ, ანუ ის იქნება უცხოელი თუ ქართველი თუ ნებისმიერი საქართველოში ვინმე არის ამით დაკავებული? ინდოელი.
არა, ინდოელები არ არის. მე არ მსმენია მსგავსი საქართველოს. ხო, არ არის, ხო. წესებულებები, კი. უცხოეთში. კი. ხო. არის. ის არ გებლებდით თუ არა ამ შოუ პროგრამით? შეიძლება, კი. თუ მაღალი კლასის შოუს. კი ბატონო. რა თქმა უნდა, შეიძლება. ანუ მე გავლი ანუ მაქვს. გახახუნების გარეშე არის, ხო? არა, კი. მაშინ არ არ გახუნების გარეშე შეიძლება. ახლა უყურე მარიშკა. შეიძლება მოციქულმა მოგიწიოს. მიყურე მარიშკა. შეიძლება მოციქულმა მიგიწიოს სცენაზე და უცბად აღმოჩნდე თოკებში გახლართული მოციქულასთან ერთად. ანუ შოუ პროგრამაში გაიჩითო როგორც მონაწილე რა. ანუ იქ არის ადრენალინი, იქ არის ანუ ისაა რა, ის ქორწილებში როცა ეკვამენ ხო ეს ასე. გასაგებია. ასე რომ ან ფულს იმაში ხარჯავ რომ ზოგადად რას ფიქრობ ამ განსხვავებულ საქმიანობასთან დაკავშირებით? შვენიერია რაც უფრო კარგ შემოგთავაზა. რაც უფრო კაი გაკეთდება. რაც უფრო კაი იქნება. ოკეი. ამიტომაც გისურვებ. მადლობა. ანუ შენ შენ საქმიან ან ზოგადად. ზოგადად? რა საქმიანია? მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და ყველაფერს მიდებულმოდებული ვარ. რა ღირს? რა. ხო, ჩვენ კიდე მანდ ვართ, მეც შოუ ვფიქრობდი. აი მაგალითად გოგოები შეიკრიბნენ და გვინდა სტრიპ ჰოპ. რა ღირს სტრიპ ჰოპ? აი რა ფენაზე არის გათვლილი? ანუ ყველა შეუძლია მოსახურებით სარგებლობა? +21. ასაკი გასაგებია. ოკეი. ანუ ერთი შოუ 5 წუთიანი არის 500 ლარი. 500 ლარი 5 წუთი? მოგდა. მოგდა. დაფიქრდა ხوار წავიდე. ასე რომ ეხა იმას კამერებთან იქნება ეს ჩემი თვალები. ვეძებს სივრცეს, ბარი იქნება თუ კლუბი, ვისაც გეკნევათ. ვეძებს სხვა საქმიანობას. ვეძებს სამსახურს ხალხო. არ მინდა რომ სულ სტრიპ ჰოპით ვიყო დაკავებული. ანუ თუ ვინმე სპონსორია, ანუ ისეთი ვისაც ბევრი ფული შევნაგინათ, აღწერაში გემა ჩემი Instagram, ხო? ალბათ. ხო, ასე რომ გამოგვიწერეთ. არა, მეც. თქვენი red flag-ები და green flag-ები მითხარით. დაიწყე. ანუ ჩემი red flag-ი არის გოგოს მიმართ ის, რომ ნამდვილი ანუ არ ამბობენ რომ გოლდიგერობა უნდათ. არ ამბობენ, არ აღიარებენ. არ აღიარებენ რა. რო აღიაროს უკვე всё, ანუ იცის რა. შო, ვიხდი. არა. რა პრობლემაა? ანუ ბიჭმა იცის რომ ანუ ხო ხარ? ვან ბიჭმა იცის რომ ვისთან აქვს საქმე რა. ესე ჩუმჩუმად და რაღაცა. ოკეი. კაი, ეგ არის სულ? კიდე არის ის რომ არაფასებს აი შენ საქმიანობას. ჩემს საქმიანობას. შენ რა სიტყვი? ტყუილები. ძულს ტყუილები. ტყუილები. ძალიან დიდი red flag-ია. всё? და არა ჩაცმულობა არის ჩემთვის აი. როგორ ჩაცმულობა შენთვის ცუდი? კოჭის ზემოთ შარვალი არის ჩემთვის აი კატასტროფა. არ შემიძლია ძულს. კოჭის ზემოთ შარვა. ისე, ხო, всё. აჰა. და აი ლოფერები თუ ქვია ფერცასმოს? ხო. კი, კატასტროფა. ისე, ზურას ჩაცმულობა რო შეაფასო? ნორმально. casual. კანახობა. casual. თქვი. ასეა კი. კაი, ოკეი, ჩაცმულობა, ტყუილები. ჯერჯერობით ეს გამახსენდა. ჯერჯერობით ეს თუ რამე გამახსენდება? კი ბატონო, green flag-ები მითხარით, რა მოგწონს მაგალითად? ქალში მოწონს აი თავის საქმე რო იცის რა, ცოტა ისეთი მიმწოლი ის რო არის თავის საქმეში რა. ანუ წარმატებისკენ არა, წარმატებისკენ რო არის რა, ორიენტირებული და რაღაცა მედლებს რო არ კიდევს მამაკაც რო შენ გააკეთე რა. ოკეი რა. ანუ უფრო ორივე რო იყოს ანუ შენ გარდა რო ისე ქალმაც იმუშაოს, ანუ საქმე გააკეთოს ხო? მარტო მამაკაცმა ხო არ უნდა გააკეთო? ანუ ხო, ანუ ორივე. ოკეი. შენ რა green flag-ი გაქვს პროსტო? ხო არ გაწუხებთ.
არა. არა. არა, ძალიან მშვენივრად. მამაკაცურობა არის ჩემი გრიმ. მამაკაცურობა რაში გამოიხატება? მოიაზრება შემიძლია აკითხო. აი მაინტერესებს, იმიტომ შეიძლება ჩაგიჭრა. ოპა. ოკეი. მამაკაცურობა არის ძალიან ჩემი აზრით, ანუ ეს ყველას აზრი არ ვიცი როგორი არის, მაგრამ ჩემთვის არის ქალის პატივისცემა. მზრუნველობა, ერთგულება. სათნოება და რა. სათნოება? სათნო მამაკაცები მოგწონს? ძალიან. მართლა? პირველად კეთილი და მზრუნველი. ნახე. ამას ველოდი. არა, ვეთანხმები, მაგრამ ნახე ხა რა ხდება. ეს ყველაფერი რჩება. ვეთანხმება, მაგრამ სისულელეა. არა სისულელე. ყველაფერი რჩება ხოლმე სიტყვით რა. ანუ მაგალითად რატო იცი? იუსტიცია ყოველ წელს აცხადებს, რომ 10000 ქორწინებიდან შორდება 7000. იმენა უზიხარ იუსტიციის არ უზივარ, კაცო, ან სკროლავ აცხადებებს. ხო და იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ესიაჩვენებენ თავს. და მე მოტრიალდება ტიპი და ხდები, ანუ არ ვარ რა ესეთი. ხო და საქციელია რა. მიხდი და ამიტომ ან მამაკაცის საქციელი. ხო რა. ეს და სლოგანი. არა სიტყვები. სლოგანი. ჯეისონ სტეთემი, კი. ხო, ესე. კი ბატონო, გასაგებია. სათნოებასთან რა შუაში იყო ვერ მივხვდი. არა, ზოგადად რაც ჩამოთვალე, ეგეთი ტიპები რომ მოწონთ თქო რა, გოგოებს. გასაგებია. აჩვენებენ თავს ეგეთ თქო რა. გასაგებია, მივხვდი. სათნო მამაკაცი რა იგულისხმება მაინტერესებს. ანუ რას ნიშნავს შენ? ძალიან სწორად თქვა. ნუ ახლა. სურა. ой, მოიცა ეს? სარელა. всё, ეგარი მშვიდობა. ნუ მაბნევთ. აბარატერია. ეს გზადაგზა წერდა ვინმე? გზადაგზა წერდა ვინმე? გზადაგზა, კი. ხაში სტრიპტიზი ბადრიჯანი. დააჯდა. ანუ ერთ-ერთია დააჯდა. ხაში ხო გემოსება? არა. აი, ოკეი. პირობა რა არის? ალთაში უნდა ჩაუჯდე და ეგრე დაიწყო დიალოგი. ვაიმე. ოკეი. შენ რა ხდება? დიალოგის განმავლობაში ძალიან უცნაურ კომპლიმენტებს ეუბნები. ღრუტა, ოჯახი, ქლიავი. აჰა. ღრუტა, ოკეი. პირობის გასვლა ხო არ გინდათ? არა. კაი, ოკეი, მაშინ ვქნათ. რამდენი კილო ხარ? კილო? 83. მე ისე ავჯდები, რომ რამე ცუდი იგზნო საყვარელო. მე ისე ავჯდები, რომ წონა დაგაწვი, ანუ პროფესიონალი. ოკეი, კაი. დავიწყოთ. ძალიან ცუდ ხასიათზე გავუგზე დღეს რა და ხაშს შეხვარწავს ულიყავთ. რატო ღრუტა? აუ, რა ვიცი. თან ეუბნები რაღაც განსხვავებულ კომპლიმენტს. კი. განაგრძოს. აუ, რაღაცნაირად რა გუში რაღაც ვიცეკვე და ბევრი დავლინე რა. ძალიან ცოტა წვერი გაქვს. რა, იმისთვის რომ იქავებ? ხო და ბადრიჯანია რა, ცოტა რაღაც ნიგზით. ძალიან ლამაზი ყურები გაქვს, მაგრამ არ ვიცი მე ოჯახში ბადრიჯანი არ მზადდება ჩვენთან. არა. არა. აჰა. აი, მაშინ ერთი შემოთავაზება. ერთი შემოთავაზება მაქვს რა. ანუ ისეთ შოუს დაგიდგა, რომ ვერც ერთი შენი მომავალი ქმარი ხემატო პარტნიორი ვერ გააკეთებს უნდა. ეკლიავი ხო არა ხარ? არა, არ ვარ. ოკეი. ეგ უნდა გაეკეთებინა აქამდე, მაგრამ. ეგ
კატ. ხო, ანუ ისეთი სკამია. მაშინ აქ უნდა გადმოждდეს და შენ გადმოჯექი ამ სკამზე და ოკეი. კარტაში არ არის. ეგ არის ისა. ეცადე. არ მოხდება არა. აფეხი არა. გამოიწერე ჩემი არქი. კარგად ვარ. ხო, ანუ ნახე, იყურე. არც ის არ არიჩიე რა. ხაში არც ბადრიჯანი. აჰა. ოკეი. всё, ეგა. ეს კალთაში იყო? ხო, ესე ქვია. ან ეს მოძრაობა იყო კალთაში. ტარში მსახურებს მე მგონი. ოკეი. რამე თუ გაინტერესებთ ერთმანეთს შესახებ, შეგიძლიათ მისაუბროთ, გკითხოთ ერთმანეთს. მოკლედ, წარმოიდგინე, რომ დაქალებმა წაიყვანეს მსგავს კლუბში რა. აჰა. და უბრალოდ არ იცი რა. ანუ შენი ის მაინტერესებს YB რეაქცია, ანუ ხო რა ზოგადად, ანუ რას როგორ მოგეწონება მე გამოვყლევდებოდი რა. ანუ ზოგადად ან თუ გაუკეთებ შენს დაქარს ან მეგობარს გავს შოუს დაბადების დღეზე ან წინა საქორწინო. გააჩნია როგორ მატერიალურ კონდენციაზე ვიქნები მაგ დროისათვის. ან თქვენ ხვაპირებთ გაფართოებას თუ ამბავს და თან გაძვირდება. აი მეც ნელ-ნელა გაძვირდება? 500 ლარზე მეტი? ანუ რა დაქალები, ან ბიჭო, ანუ ნახე. ამაში? არა, ნახე, არა, ნახე. ნახე რა ხდება? ნახე, რა ხდება. ამაში მეტი? ჩემ 5 ჩემზე კაი ტიპი რო გაიჩითოს და ამას რო აკეთებს? ამას არა, მაგას არ აკეთებს. გასწავლი. არა. ცოტა დაიგდე. არა, მე ისევ სტრიპტიზი. სტრიპ ჰოპი არ მევასებ. ან პასუხს დრო ჩავუღრმავდა ძალიან ადეკვატური და ნორმალური რეაქცია მექნება მანდ რო წამიყვანენ ისა რა მე არ ვიცოდე და ადეკვატური რეაქცია. არ რეაქცია. გადაგიხდით ოღონდ მაგაში. არა, უშო, შენ დაქალი გადაიხდეს. გამორიცხული. შენ დაქალი გადაიხდეს. მე მაგ შენთან კითხვა. გამოვში. დეითის მერე თუ გიცეკვია პარტნიორისთვის? ჯერ მიცეკვია, მე დეითი ყოფნა. არა, ნახე. ანუ ის რომ მაგალითად სამუშაო პერიოდი. ანუ უბრალოდ რომ მიდიხარ ვიღაცასთან და გასაცნობა და ერთ 5 წუთი ასე რო ხარ და წამოდე იცი. არა, ნახე უკვე უმეტესობა, აი გეტყვი. უმეტესობა რომ pick-up line-ებით კერავენ რა, მე ამჭირდება pick-up line-ი რა. ოკეი. ან ხო ხდები ან შოუს ვაკეთებ და მე ზო რა. მაგრამ სამუშაო პერიოდში მე ანუ არ მაქვს ურთიერთობა რა, არც მინდა, იმიტომ რომ ეგ არის სამუშაო პერიოდი, მეორე დღის და მესამე და ერთ კვირაში ოკეი. მაგრამ ეს არის ემოცია რა. რასაც გადასცემ რა. კი, ვნახეთ. ნუ ეს პატარა. ხო და გოგოს ანუ 99.9%-ს 99.9%-ს ნუ 99 იყოს მოწონს ქალს რომ მსგავს რაღაცას უცეკვებენ რა. მაგრამ არა ზოგი არ აღიარებს 99% ქალს მოწონს. ზოგი არ აღიარებს. ეს ვინ დათვალა? დადიოდა ნუ მე ეს ხალხთან მიდიოდა და მოგწონს. მე საქართველოს მე საქართველოს არ მაქვს აქცენტი, სწორედ ბელარუსი. არა, ბელარუსი. არა. აბა თანამედროვე უფრო ყირგიზეთი. დუბაი, ავი. დუბაი, მეც ხო და დუბაიში დადიხარ ხოლმე? არა, იქ ის კაცებს მიაქვს იქაურობა რა ამიდა დუბაიში. ანუ სადაც ნაკლები მამაკაცია იქ დადიხართ? სადაც თავისუფალი
ადგილი არის ზოგადად ანუ ქვეყანა რა. იქ უფრო მოხოდილია. სექსებს ამბავში. სამოჭერთ. ჩუმად რატო თქვი? ვერ გავიგებდით თუ რა? ვაი, თავისუფალი რამ ხარ? სექსების ამბავში? სექსი? კოჩა მეტყვა და ღომ. ო, სექსი. ხო და ის სტერეოტიპებია ძალიან ბევრი რა ამ თემებზე და ამიტომ მე მაგიტო მოვედი ხარ რომ რაღაცეები ისე რა დავანგრიოთ. ანუ შენ მე მეკორე ჩემთვის აჯენდა დავეცხათ არის. ბოდიში, მაგრამ მე აქ ამისთვის მოვედი. სხვა შორის მაგაზე დავდე. რატომ გაიხადა ზურამ? თქვენ ამას გაიგებთ. სხვა შორის მაგაზე დავდე ტრენდზე ცეკვა რა. რატო გავდე? ვაი, მე სადევს. TikTok-ზე. აი ვიდეოს. OnlyFans-ზე. აი, ოკეი. რა ვიცი, შენ თქვი რომ გაინტერესებს რაღაცები შეგეძლია? მაგალითად, ანუ როგორი ბიჭები მოგწონს ზოგადად? ანუ ვიზუალი პირველი თუ ხასიათი თუ აი ეს ყველაფერი. ხასიათი, მაგრამ ვიზუალით ძალიან მნიშვნელოვანია. აჰა. მაღალი. აჰა. ტანადი. აჰა. სექსუალური. აჰა. კი. მოცეკვავე. სპირტუალება. მოცეკვავე. არავის არ ვაწყენინე ხო მაგან. დაუყევი. ოკეი, კაი, გასაგებია. შენ რამე თუ გაინტერესებს? შენ როგორი გოგონები მოგწონს? ბიჭო, არ ვიქნები სტანდარტული და რაღაცა ის აი რაღაცა საერთოდ რა ხარ სტანდარტული? კერდი ტრაკი და რაღაცეები, ანუ ეგ ოკეი, ანუ ვის არ მოწონს, მაგრამ მე უფრო როგორი ტიპაჟები ვიცი, აი უფრო ჭიპი. გარკვეული რო არის. ჭიპი არის ჩემი. გარკვეული რო არის ცხოვრებაში რა. აჰა. აი ხო ხტები რაღაცა ხვალ დღეს, ხვალ ანუ რაღაცა ტიპი რო არის რა. და უკვე ეცის რა უნდა ის საით მიდის და ასე შემდეგ რა. და ვიზუალურად? ბიჭო, ვიზუალურად რო გითხარ, არ უყურებ, მაგრამ ჩაუბრემანიქე რა. აი გეტყვი ხარ რა. ჩვენ ცხოვრობთ თბილისში. ეგეთ მოძრაობები არ გინდა. არა, მე სხვა ესე გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალებს უფრო მეტი ბოდიში მამაკაცებო, მაგრამ ქალებს უფრო მეტი ინტელექტი აქვს ვიდრე კაცებს. ბოდიში ერთად. ნუ ახლა. ხო. რადგან ამბობ? ანუ მე რო თქვა. მაგრამ კაცები ვცეკვავთ? ძალიან. 500 რა. ასე რომ ის რა ქვია. 505 წუთში ჩემი. ანუ რის თქვა მინდა იცი რომ აბა. ისეთ ქვეყანაში სადაც განათლებული ზოგადად არ ვიძახ გაუნათლებელი ვართ. მე ვიძახი არ არის მარტო დიპლომი რა. აი ინგლისი იქნება თუ ესეთი ქვეყნები რა, სადაც ესეთი ურთიერთობები მაღალ სტანდარტებზე არის რა. მან შეიძლება შეხედო ვიზუალურად მამაკაცსაც და ქალსაც. იმიტომ რომ მოსდევს ის რაღაცა ინტელექტი, რაღაცა აქ ხო ხტები რომ იქ იცის პატივისცემა პარტაგან თუ რას გულისხმობ? ხო, რავი რა. ანუ უფლებები აქვთ, ასე ვთქვი. და აქ როგორ არის, იცი რომ მაგარი ვიზუალი შეიძლება იყოს ან მოძალადი ან ის. ხტი? და მე შეიძლება ავრჩიო ქალი ვიზუალით კარგი და იყოს კარგი ინტელექტის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ქალს შეუძლია აირჩიოს, მაგრამ შეიძლება არ აღმოჩნდეს ისეთი როგორც უნდა იყოს ბოლო ჯამში. დავიბენი, მაგრამ მეც რა ვერ და ანუ ამას ხელში ლამაზი სული არ არის? ქალის შემთხვევაში კი. ხო და მამაკაცის შემთხვევაში არ არის ეგრე? ჯერჯერობით არა, ბევრი რამე აქვს სასწავლი რა. კაი, რა მაინტერესებს ან ურთიერთობაში თუ ყოფილხარ? მაქსიმუმ 6 თვე. მაქსიმუმ 6 თვე, მაგრამ ყოფილხარ. ხო. მაგრამ 6 თვის მერე გაიგო შენი საქმიანობის შესახებ და არა. მაშინ არ ცეკვავდი, მაგრამ ეხლა რომ ცეკვავდე, არ გონია. მოიც მაშინ არ ცეკვავდი? ჰიპ-ჰოპს ცეკვავდი. ჰიპ-ჰოპს ცეკვავდი. ოკეი. და სტრიპ-ჰოპს რამ ბოდიში უკაცრავად. სტრიპ-ჰოპს რამდენი ხანი არ აცეკვავ?
3 წელი. 3 წელი. და ეს 3 წელი შეყარებული არ ყოლია, ხო? როგორ არა? აყავდა? ნუ რამდენად? რამდენიმე. ბიჭო, აი ხო, ეგიც არის, ნახე, სხვა შორის ხშირი შეკითხვაა, რომ აი შეყარებული არ გინდა, ბიჭო, მე რა რომ მინდა, ანუ კომპლექსები რატო აქვს ეგეთ ადამიანებთან ვერ ხვდები. ანუ ის რომ მაგალითად ესე დაარტყავს ის რომ მოსულა, ანუ რა მამაკაცურად დაარტყა. კიდე დავარტყა. ხო და ანუ ეგ არის რომ მიხდი, ანუ სხვა შორის უცხოეთში ბევრს ხავს ცოლი რა, ანუ ეგ სტრიპ მოცეკვავებს რა. და აფასებენ, ანუ იქ არ არის რომ პორნო ვარსკვლავებსაც ყავთ. ხო, მაგრამ მე პორნოს ავხსნი. არ მინდა. ხო, ასე რომ ისა რა ქვია. აი ამ ეტაპზე. ხო, წეღანი გაფართოვდებით და კამერა შევიძენთ ახლა და ოკეი. ხო და ასე რომ რის გამო დასრულდა ურთიერთობა თუ საიდუმლო არ არის? ბოლო ურთიერთობა. არ მიყვარს ზოგადად ტოქსიკური დასრულებები რა. დასრულებები? ანუ დასრულება არ მიყვარს. და ურთიერთობების დასრულება. სხვანაირი დასრულებები? ანუ მაგალითად happy end-ები, ხო? მაგალითად როა ამოწურო რაღაც შენი და იმის თავისი, ანუ ერთმანეთში ამოწურო რაღაცა და მიხვდე რომ არ არის შენი, ანუ აღარ ანუ ის იყო ტოქსიკური და მაგიტომაც არა. შენ იყავი ტოქსიკური და ამიტომაც ტოქსიკური გარემო იყო და ამიტომაც ზოგადად არ მიყვარს ტოქსიკურობა. გავიგე, მაგრამ ურთიერთობაც არ მიყვარს ტოქსიკურობა. ამიტომ ტოქსიკური იმიტომ ურთიერთობა დავშორდით, რომ ერთმანეთი ამოუწურეთ და მიხვდით, რომ всё შენ ცალკე მე ცალკე. ო, ანუ იმან გითხრა, რომ კაი, მეტი რაც ეკვა იცი და მეტი არაა და აჰა. აი, ამოვწურეთ ერთმანეთი. ოკეი, შენ თუ გქონია ურთიერთობა? კი. რამდენი ხნია? არც ისე ტოქსიკური. არც ისე ტოქსიკური. კარგი ურთიერთობები მქონდა კი, მაგრამ აი ჩვენც ამოვწურეთ ერთმანეთს. და დავიშალეთ. დაიშალეთ. რატო დაიშალეთ? ამოვწურეთ ერთმანეთს. უფრო რა განვავრცოთ? ჩავეძიოთ? ხო. არ მინდა. არ გინდა. მოიცა იქ ჩვენ ვიყავი და არ გვახსოვს. ბატონო? ჰა? იქ ჩვენ ვიყავი და არ გვახსოვს ამ. ფასლაი რო გადამეხადა უეჭველი მემახსოვრებოდა. შენი ჰობი რა არის ცეკვის გარდა? სიღრმისეული იყო. ძალიან. ჩემი ჰობი არის ბანაობა. კამერას დავიჭერ ხოლმე და უბრალოდ კამერას დაიჭერ? ჰა? აი სურათო ატრიალებ დირთი რაღაცებს. ამბობ კამერას ვიჭერ და ვიღებ რაღაცებს. ბიჭო, დირთზე რატომი შეიძლება გადავიღო ხე რაღაცა, შეიძლება გადავიღო ცხოველი. შეიძლება ჭიკჭიკებს რაღაც ჩიტინდა. და ხესთან რო ასე. ანუ ვიდეოგრაფობა. ვიდეოგრაფობა. ჰა. ეგ არის. ეგრე გეთო შეგაცო. და ცხოველებთან დროის გატარება. ბიჭო. ეხა ამის მერე გამარჯობა. ზოოპარკში არ შეუშვათ სურა. კამერით ხელში. რას გადაიღებ კაცმა არის ეს? მარტო რკასტო რო შედის. ბიჭო. ვაი. ოკეი. ახლა შენ გითხე. მარიშკას გითხე. ხო, ანუ შენი ჰობი რა არის? მუსიკის მოსმენა და სეირნობა. სეირნობა. სად ისეირნე ბოლოს? დიღმის ტყეპარკში. დიღმის ტყეპარკში. ოკეი. მარტო? სხვა შორის ძუნძული და ვარჯიში კაია.
ანუ დიღმის ტყეპარკში, იმიტომ რომ მეც რაღაც პერიოდი ცხოვრობდი და კრუგებს ვარ. და ძუნძულებდი. ძუნძული. ჩვენი. კაი, მოდი ერთ პატარა თამაში ვითამაშოთ. 10-დან 10. ოკეი. ვიცით. ოკეი. კაი. 10-დან 10-ია, მაგრამ ფლირტის დროს ოფლიანოს. 7. რატო? ძალიან დიდი მაგრამ ცუცუნი არ აქვს რა ოფლიანობს. ოკეი. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ სულ ყოფილზე გელაპარაკება ხოლმე. არ დავიწყებ ახლა გაჩერდა რაღაც, ანუ თუ ლაპარაკობს, ესე იგი პრობლემები აქვს რაღაცაში და დავეხმარები რომ რაღაცა მე აღარ ილაპარაკოს. ანუ 10-ია მაინც. ხო, 10-ია, კი. 10-ია მაინც. ოკეი, კაი. 10-დან 10-ია, მაგრამ სულ წუწუნებს. სულ 6. 6. ქონია ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა? კი. შენი ყოფილია? არა. არა. ყოფილი არ არის. ყოფილი არ არის, მაგრამ რაღაც ურთიერთობა გქონდა ადამიანთან. რაზე წუწუნებდა ხოლმე? აი საწყის ეტაპზე ჩავხსანი ზუსტად მაგ. რაზე წუწუნებდა ხოლმე? ყველაფერზე. მაგალითად. აუ მშია, აუ მეძინება, აუ დავიღალე, აუ ვერ მივდივარ, აუ ვერ ანუ არ შემიძლია. მე ვარ ეგეთი. და მეორე ჩემნაირი არ შემიძლია. ანუ შენ რო ხარ ეგეთი, ეგ ცუდია. კი. 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 და სხვისთვის არ უნდა იყოს ეგ რედფლეგი. არა. არა. მაგრამ შენთვის რედფლეგია ვიღაც. დიახ. ქალური ლოგიკა. კაი. 10-დან 10-ია, მაგრამ ზოგჯერ მამიკოს გეძახის. დედის. გაჩნია როდის? პარკში საიგნობისას მაგალითად. მამიკო რა ეხა? ჭურჭელს რო რეცხავს და არა, მამიკო, აუ 3. კი ბატონო. კაი. 10-დან 10-ია, მაგრამ ძებნაშია. აუ 10. 10. აუ ძალიან მევასება, იცი ცოტა რაღაცნაირი. ბიჭო, მე ვიყავი ერთხელ ძებნაში. დადიოდნენ და არა, დამპატი. ამას ვეძებ. ცეკვავს ხოლმე. წაგიგიპოვეს. ანუ ვეცეკვე და მომტეხეს გოგოებმა და მე გამომეტი. პატრა საიდუმოს გაგიმხა გიპოვიან ახლა. კაი, ოკეი. 10-დან 10-ია, მაგრამ PSG ინტერის თამაშზე ინტერს გულში მატკივრობს. ფეხებზე კიდე 2. ვაუ. ინტერის და ოკეი, კაი. ან თორე დაგერხევა. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ მარშრუტკაში აქ გამიჩერეს თქმა ერიდება ხოლმე. 10. 10. ოკეი. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ სამეზობლოს ჩატში ძალიან აქტიურია. სამეზობლოს ჩატი ხო იცი? ეს ვინ დატოვა აქ? ბიჭო რა, არ მეკრინჯება რა. არ გეკრინჯება. 10, 9. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ დეიძე ფაქტის ასაღებად დაყავხარ. 0? ოკეი. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ კუნის გარეშე სოლოდ არ მოყვება. კუნის გარეშე სოლოდ არ მოყვება. რავი, 10 რა. 10. ანახავენ. რამე კითხვა თუ არ გაქვთ, შეგვიძლია საბოლოო ნაწილამდე გადავიდეთ. თვალები უნდა დავხუჭოთ და ცერატიტის თვალებს ხუჭავთ მარტო. ცერატიტის მოძრაობით უნდა მანიშნოთ, მოგეწონათ თუ არა თქვენი მეწყვილე. და მერე უკვე ანუ რეაქციის შემდეგ ჩამოწევთ ხელებს და მერე ახელთ თვალებს. ოკეი. მივხვდით. დავხუჭოთ თვალები, ხელები გამოვწიოთ. დახუჭეთ. 1, 2, 3. ჩამოწიეთ ხელები, გაახილეთ თვალი. რატო არ წახვიდე დეიძე? აი, რატო ჩაწიე? ხო. არ არის ჩემი ტიპაჟი. არ არის შენი ტიპაჟი. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ხო. რესპექტი. რასაც ვთქვი. პრობლემა შენში არ არის. მაგრამ ესენი ჯობია.
რა მამაკაც როა თაკეთე. აი ხო, რაღაცა ძალიან. აი რა დავიწყო და მაგითი რა დაიწყო შეიძლება? ტესტოსტერონი. როგორ? ანუ რატო არ არის შენი ტაიპი? არ არის რა ჩემი ტიპი. ანუ რა არის შენი ტაიპი? ჩემი ტაიპი არის უფრო რაღაცნაირი მხიარული, ცოტა მოდებილო, ცოტა ბაბულიკა, ანუ აი მე არ ვარ მოდი ბაბულიკა. ბაბულიკა არ ვარ დანარჩენში. რავი. ოკეი. კაი. შენ აწირო მოგეწონა? ხო რა არის, იცი, მე დავინახე ის, რომ მაგალითად არა აქვს რა ისეთი ძველმოდური რაღაცები და მაგიტო უფრო ანუ შეიძლება არის ძველმოდური რაღაცები. აზროვნება. ხო რა, ანუ ხო რაღაც თუნდაც დეითები თუნდაც ვაიბი ზოგადად ან ჩემს მიმართ რაღაცა ის ქონოდა. ოკეი, კაი. შესთავაზებდი თუ არა მარიშკას ან მის სადაქალოს, რა ვიცი ნებისმიერ დაქალს მეგობარს შენს სერვისს უფასოდ. აი დავუშვათ რაღაც კონტაქტი რო დაუტოვო და ნებისმიერ დროს უფასო შოურო არა, იმენა უფასო. იმ შემთხვევაში ბარტერი იყოს. ერთი წამი აქ შეიძლება მე ჩავერო. ანუ არა ბარტერი არა. პური მარილი. არა. ნახე რა გულისხმობ. ანუ ვიდეო იყოს რა, და გავაპიარო რა. ანუ ის რო რაღაც მერიდება და რაღაცა და აი ვერ გადმოგვი. თოკები თუ თოკების garaშე. არ ვიცი ეგ შეუნა გადაწყო. კარგი. თოკები. შენ ანუ შევთანხმდით? ოკეი. ოკეი? ოკეი. ოკეი. კეთილი, დიდი მადლობა ზურას, მარიშკას. დიდი მადლობა სოულაკიბარს, დიდი მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.